წარმოიდგინეთ მე-20 საუკუნის დასაწყისი, ლაგოდეხის დაბურული ხეობები და ქალი, რომელიც მარტო უპირისპირდება იმ დროის ბიუროკრატიას, რათა გადაარჩინოს ის, რაც დღეს ჩვენი საამაყო ნაკრძალია. ბევრმა იცის პოლონელი ნატურალისტი ლუდვიგ მლოკოსევიჩი, მაგრამ ცოტამ თუ იცის მისი შვილის იულიას შესახებ, რომლის გარეშეც შესაძლოა ეს ბუნება დღეს საერთოდ აღარ არსებულიყო. კიდევ უფრო ცოტამ თუ იცის, რომ ლაგოდეხის ტყეებში ერთი პატარა იასამნისფერი ყვავილი ხარობს, რომელიც მსოფლიოში სხვაგან არსად გვხვდება. სწორედ იულიამ 1900 წლის 20 აპრილს ლაგოდეხის ჩანჩქერთან ახლოს აღმოაჩინა მაშინდელი მეცნიერებისთვის შეუსწავლელი მცენარე ფურისულა. მან ეს ენდემი იურევში პროფესორ კუზნეცოვს გადაუგზავნა, რომელმაც შემდეგ ამ მცენარეს იულიას სახელი უწოდა, იულიას ფურისულა. როგორც უკვე აღვნიშნე, იულია მლოკოსევიჩი იყო ლაგოდეხის ნაკრძალის დამაარსებლის ცნობილი ნატურალისტის ლუდვიგ მლოკოსევიჩის შვილი. იგი ეხმარებოდა მამას სხვადასხვა საქმეში, მათ შორის ლაგოდეხის დენდრარიუმის და ლაგოდეხის ხეობის მოვლა პატრონობაში. იულია მთელი არსებით ცდილობდა მამის დაწყებული საქმის გაგრძელებას, ლაგოდეხის ხეობის ნაკრძალად გადაქცევას. ამ მიზნის მისაღწევად იგი აქტიურად მუშაობდა და ეხმარებოდა ცნობილ ბიოლოგ კუზნეცოვს, რომელიც საიმპერატორო აკადემიამ სპეციალურად მოავლინა კავკასიაში. იულია დაუღალავად ეუფლებოდა ბოტანიკას, სწავლობდა მცენარეებს, ქმნიდა მათ აღწერილობასა და ჩანახატებს. მან პეტერბურგში მიიღო უმაღლესი ბიოლოგიური განათლება, დაინტერესებული იყო ბოტანიკით, ენტომოლოგიით, ატარებდა ექსპერიმენტებს და დაკვირვებებს გარეულ ფრინველებზე, ცდილობდა მათ მოშენებასა და მოშინაურებას. 1910 წელს იგი გახდა რუსული ენტომოლოგიური საზოგადოების წევრი. 1909 წელს სამეცნიერო ექსპედიციის დროს 78 წლის ლუდვიგ მლოკოსევიჩი დაღესტნის მთებში გარდაიცვალა. იულიას მამის საქმეების გასაგრძელებლად ხშირად უხდებოდა კავკასიაში დაბრუნება და ლაგოდეხში ყოფნა. სწორედ ამ პერიოდში განსაკუთრებულად იყო თავდაუზოგავი შრომა საჭირო, რადგან ლუდვიგის ოცნება, ლაგოდეხის ხეობის ნაკრძალად გადაქცევა უკვე ჭიანურდებოდა. ამასთან სერიოზულ პრობლემად იქცა ხე-ტყის ჭრა და აქაური ბუნების საძოვრებად გადაქცევა. იულიასთვის გახდა ცნობილი, რომ იგეგმებოდა ყუბანის სამხედრო პოლკისთვის სამხედრო საწვრთნელი მიზნებისთვის ტყის დიდი ნაწილის გადაცემა. იულიას მამის მეგობრებს და განსაკუთრებით კუზნეცოვს წერილებში დაწვრილებით მოახსენებდა აქ არსებული ვითარების შესახებ. სწორედ იულიას წერილობითმა ინფორმაციამ უბიძგა ნიკოლოზ კუზნეცოვს საიმპერატორო აკადემიის წინაშე გამოსულიყო მოხსენებითი ანგარიშით. ლაგოდეხის ხეობა, როგორც ბუნების ძეგლი, რომელიც მოითხოვს დაცვას. ნიკოლოზ კუზნეცოვის ამ ანგარიშმა კი დააჩქარა ლაგოდეხის ხეობის ნაკრძალად გადაქცევის საკითხი. იულიას სახელი დღემდე მოხსენიებულია იურევის საიმპერატორო უნივერსიტეტის ბოტანიკური ბაღის ნაშრომებში. იგი დიდხანს ცხოვრობდა ლაგოდეხში მისეულ კარ-მიდამოში და დიდი ენთუზიაზმით განაგრძობდა გარეულ ფრინველთა მოშენებას და მათზე დაკვირვებას. მოგვიანებით იულია ბაქოს მახლობლად დასახლდა, სადაც გარდაიცვალა მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე. მისი გარდაცვალების თარიღი და დაკრძალვის ადგილი უცნობია, თუმცა მისი ნაკვალევი ყოველ გაზაფხულს ყვავის ლაგოდეხის ხეობაში, იულიას ფურისულას სახით.